დაიწყება აფთიაქებში წამლის რეცეპტით გაყიდვა სამინისტრო ინსტიტუტის ეტაპობრივად დამკვიდრებას იწყებს. Პირველი ნაბიჯი იქნება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას დაემატა ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსომეტროფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები გარდა სიროფებისა, ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი, რომლებიც მიეკუთვნებოდა ფარმაცევტული პროდუქტების მეორე ჯგუფს. ეს პრეპარატები გადაიტანეს პირველ ჯგუფში, ანუ ამ წამლებზე იქნება უფრო მკაცრი კონტროლი. ეს არის ის მედიკამენტები, რომლებსაც იატაკქვეშა ლაბორატორიებში კუსტარული ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ. ამ ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე გავრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმი, რაც განსაზღვრულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. არის ამ ნივთიერებებითაც ხდება მათი არათერაპიული აღნიშნული მედიკამენტები, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში გამოიყენება ბოროტად, არათერაპიული დოზით მიღებისას ნარკოტიკული თრობის მისაღწევად, ხშირია შემთხვევები არასრულ წონებში. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ გამკაცრებულიყო ამ მედიკამენტებზე კონტროლის რეჟიმები. ავტომატურად, როდესაც მედიკამენტი ხდება პირველ ჯგუფში, მასზე ვრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებზე, რაც თავისთავად არის პრევენციული ღონისძიება მსგავსი მედიკამენტების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით.